გავიგეთ, რომ დიდ საკონცერტო დარბაზში თათა სიმონიანის კონცერტზე მივდიოდით, პირველ რიგში Google-ს ვკითხეთ, მაინც ვინ იყო ეს ქალბატონი და პირველი შოკი მაშინ განვიცადეთ, როცა ის ქალბატონი კი არა მამაკაცი აღმოჩნდა. პატარა გაუგებრობა მალევე დავივიწყეთ და სომხური ესტრადის ვარსკვლავის კონცერტზე გავემართეთ. ვისი კონცერტი აღარ გვინახავს? ერიკა ბადუდან დაწყებული სტინგისა და ენრიკე იგლესიასის პერფორმანსებით დასრულებული, თუმცა თათა სულ სხვა იყო. თუნდაც იმით, რომ ფილარმონიის დარბაზში ჯერ ფეხში შველს არავის უცეკვია. Я благодарю Тата Симоньян за прекрасный вечер. Супер вечер. Это самое лучшее в моей жизни. Я из Москвы, но мне это очень нравится. თათა ამერიკაში მოღვაწე სომხური წარმოშობის შემსრულებელია, რომელმაც ნაციონალური ჰანგების საესტრადო ვერსიებით გაითქვა სახელი და დაიპყრო თანამემამულეების გული და ყურთასმენა. ძალიან მომწონს. ძალიან კაი მომღერალია და ჩემი აზრით ვერავის ვერ შევადარებ ერთ-ერთ კარგ მომღერალს. კონცერტი ძალიან მომწონს, თათაც მიყვარს ძალიან. ჩემი აზრით მეფეა სიმღერების. ფილარმონიის დარბაზი ბევრის შემსწრე და მნახველია, თუმცა ასე აცეკვებულ აკონტრუშებული პუბლიკა მგონი მხოლოდ თათა სიმონიანს შეიძლებოდა ხოლოდა. გამარჯობა, როგორ ახარ? შენი ჭირიმე, შენ გენაცვალე. I love you. Мне всегда нравились. Ну, армян всегда люблю своих. Не могу врать, сказать, что грузин люблю больше, чем армян, потому что человек должен в первую очередь любить себя. Вас, дорогие мои братья и сестры грузины, очень люблю. И всегда ваш Тата Симоньян.